მოგესალმებით მეგობრებო. თუ გსურთ ნირთვად ფორთოხლის წვენი ზედმეტი კონსერვანტებისა და ზედმეტი დანამატების გარეშე, მაშინ სახლში უნდა მოამზადოთ. ამისათვის დაგჭირდებათ 1 ლიმონი და 3 ცალი ფორთოხალი, რომელიც უნდა კარგად გარეცხოთ და გაყინოთ 2-3 საათით. 2 ლიტრი წყალი აადუღეთ, გადაიტანეთ თასში. გაადნეთ შიგნით 200 ან თუ მეტად ტკბილი გიყვართ 300 გრამი შაქარი და კარგად გაადნეთ. დაელოდეთ სანამ კარგად არ გაცივდება. ფორთოხლის გაყინვა საჭიროა იმისთვის, რომ ზედმეტი სიმწარე მოშორდეს, შეგიძლიათ წინა დღით გაყინოთ. შემდეგ გამოიღეთ გაყინული ფორთოხალი და ლიმონი და დაჭერით პატარა კუბებად. მოათავსეთ ბლენდერში. ჩაამატეთ ის გადადუღებული შაქრიანი წყალი 1 ჭიქა და დააბლენდერეთ. შემდეგ გადაწურეთ საწურზე. ძალიან დიდხანს არ ურიოთ, რადგან ზედმეტი ბლანტის სითხე არ ჩავიდეს წვენში. საწურზე რაც დაგრჩებათ, არ გადაყაროთ. შემდეგ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ფორთოხლის ჯემი, რომელსაც გამოიყენებთ ძალიან ბევრ დესერტებში. დავაბლენდერე მეორე პარტიაც, იგივე მეთოდით გადავწურე და ეს გადაწურული წვენი ჩავამატე დარჩენილ შაქრიან წყალში. ყველაფერს იკეთესთან ერთად ეს წვენი არის ძალიან ბიუჯეტურიც. აი ასეთი ლამაზი ფერი გამოვა. უგემრიელესი წვენია, ნატურალური გემო აქვს. ჩაასხით ბოთლებში, შეინახეთ მაცივარში და მიირთვით ცივცივი. არანაირი კონსერვანტი არ აქვს, არანაირი დანამატი არ აქვს, შაქარს თუ არ ჩავთვლით, არის ჯანმრთელი პროდუქტი. მერწმუნეთ, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ამ წვენის მომზადება და აუცილებლად მოამზადეთ, არ ინანებთ. მინდა რომ გამოიწეროთ ჩემებური სამზარეულო და არ გამოგრჩებათ ახალ-ახალი საინტერესო ვიდეო რეცეპტები. მოიწონეთ, დამიკომენტარეთ და არ გამოგრჩეთ მომდევნო ვიდეო რეცეპტი, რომელშიც გაგიზიარებთ თუ დარჩენილი განაწური ფორთოხლისგან როგორ ჯემს მოვამზადებ და შემდეგ იმის ვიდეო რეცეპტსაც ჩავწერე, თუ რაში გამოვიყენებ ამ ჯემს. დროებით გემშვიდობებით, მომავალ გემრიელობებამდე. ნახვამდის.